მოგესალმებით, გიახსოვდეს სტუმარია, ჟურნალისტი არხაძე, მადლობა გიხდით მომბრძანებისთვის. ქვეყანაში პოლიტიკურად ძალიან დაწყა და ჩვეულებისამე, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა იწევს, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა მედია. მინდა პირველი ესეთი მარტივი კითხვა დავსვა, როგორ შეაფასებთ იმ მდგომარეობას, რაც ამჟამად ქართულ მედიაში ხდება, გულისხმობ მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე დავყოფდი ჟურნალისტებს, რომლებიც ამჯერად არიან ჩართული ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების სისტემაში სამ ნაწილად. პირველი ნაწილი ეს არიან ჟურნალისტები, რომლებიც არიან ხელმომწერები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, დაახლოებით 200-მდე ჟურნალისტია და ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებას მისცეს იარაღი, რომ საზოგადოებამ შეამოწმოს, რამდენად არიან სტანდარტის ჩარჩოში ეს ჟურნალისტები. ფაქტობრივად ქარტია ეს არის ხელშეკრულება ჟურნალისტებსა და საზოგადოებას შორის, როდესაც საზოგადოების თითოეულ წევრს შეუძლია გადაამოწმოს რამდენად დაიცვა ის 11 პრინციპი, რაც ქარტიაში არის ჩამოწერილი იმ ჟურნალისტმა, რომელმაც ხელი მოაწერა ქარტიას. არსებობს საბჭო, ჟურნალისტური ეთიკის საბჭო, ჩვენივე არჩეულია და ამდენ ჩვენ კოლეგებს მივანდეთ ეს პასუხისმგებლობა, რომ მათ გაცენ პასუხი საზოგადოებას ჩვენ დავარღვიეთ თუ არა რომელიმე ჩვენი მასალით ქარტიის პუნქტები. მეორე ნაწილი ჟურნალისტების არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც არ არიან ქარტიის ხელმომწერები, მაგრამ ისინი საქმიანობენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონის ფარგლებში. ანუ ისინი არიან ქარტიის მიღმა, მაგრამ არიან კანონის ფარგლებში. ეს არიან ჟურნალისტები, რომლებსაც კანონი არ ავალდებულებს, რომ მაინც და მაინც სიმართლე, გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას და ასე შემდეგ, მაგრამ კანონში არის გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად ცილის წამებასთან, პირისპირ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და რამდენიმე აკრძალვა არის კიდე, მაგრამ კანონი ძალიან ლიბერალურია და ამიტომ ჟურნალისტების დიდი ნაწილი ექცევა კანონის ფარგლებში, თუმცა კონკრეტულად ვთქვათ ქარტიის ხელმომწერი არ არის. მესამე ნაწილი ეს არიან ჟურნალისტები, რომლებიც არც კანონის ფარგლებში აღარ ექცევიან უკვე და არც ეთიკის ფარგლებში, ანუ ეს არიან ჟურნალისტები, რომლებიც მონაწილეობენ ამ ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების სისტემაში, მაგრამ მონაწილეობენ როგორ დაასდევენ სხვა ჟურნალისტებს, ფაქტობრივად ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობენ, დევნას უწყობენ, მაგრამ რაღაც ტიპის ინფორმაციას ისინი წაწვდიან საზოგადოებას. აი ამ სამ ჯგუფში მე შეგვიძლია ჩავატიოთ ყველა, ვინც დღეს საქართველოში არის ამ საქმით დაკავებული. თუმცა უნდა აღვნიშნოთ ის გარემოებაც, რომ აი ეს დევნის მომენტზე გაამახვილეთ ახლა მესამე კატეგორიაზე თქვენ ყურადღება ეს ახალი ხილი გამოწყვა ახლა ბოლო პერიოდში და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ეს არის ჟურნალისტთა საქმიანობისათვის ხელი შეშლა და ეს გარკვეული კანონის ფარგლებში დასჯადი ღონისძიებაც კი არის, როდესაც ვთქვათ ხდება ძალის გადამეტება, ამ ძალის გადამეტება ხეში ნათქვამია ჩემი მხრიდან, თუმცა ხელს მათთვის ხელი შეშლა და ასე შემდეგ. თუმცა ის კადრებიც ვნახეთ ჩვენ არაერთი, როდესაც ვთქვათ ჩვენი კოლეგები იძახებენ საპატრულო პოლიციას თუ სამართალდამცავებს და ეს ფაქტები რეაგირების გარეშე რჩება. რამდენად სიმპტომატურად გეჩვენებათ ეს მომენტი? საქმე ის არის, რომ ყოველთვის რეგიონებში უფრო კარგი მასალები კეთდებოდა, ვიდრე თბილისში ბოლო 5-6 წელიწადს თუ ავიღებთ. იმიტომ რომ ამას თავისი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ რეგიონებში ძალიან ძლიერი იყო საგაზეთო ჟურნალისტიკა, ძირითადად იყო პროგრამული დაფინანსებით, ანუ უცხოელი ფონდები აფინანსებდნენ და ანგარიშვალდებულების სისტემაც იყო გამჭვირვალე, თანაც მუდმივ ტრენინგების რეჟიმში იყვნენ ჩვენი კოლეგები რეგიონებში და ამიტომ მათი პროფესიონალიზმიც და პასუხისმგებლობაც იყო უფრო მაღალი და რეგიონული საგაზეთო ჟურნალისტები არიან საუკეთესო ჟურნალისტები საქართველოში. სხვათა შორის ახლა მათ სწორედ ფინანსური პრობლემის გამო ეს გაზეთები დაეხურათ, მაგრამ საინფორმაციო სააგენტოები აქვს, მაგალითად კახეთში არის, ცხეთამთიანეთში არის, ქართლში არის და სამეგრელოში ორი ესეთი სააგენტო. მე მინდა ახლა გეტყვით ვისაუბრებ შემთხვევით
ჩვენ მუდმივ რეჟიმში გვიწერს ამ შემთხვევაში GHS გუგლის ხდებით მუშაობა და ჩვენს კოლეგებთან ურთიერთობაშიც ვაკვირდები ის რასაც აკეთებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი ეს არის უდიდესი საქმე და ხაზგაუსვა მათ პროფესიონალიზმსაც და საგრძელებ შემთხვევაში თქვენთან ერთად მადლობას ვეთქვი აი ამ ნამდვილად კარგი საკითხია. დიახ, და არა მხოლოდ, აი მაგალითად ცაიშის ეს ცნობილი ფაქტი, როდესაც ქალბატონი ინტერვიუს იძლეოდა და შემდეგ ორმა უკვე იდენტიფიცირებულმა ადამიანმა ის მოაშორა მიკროფონს და მისი უფლებები ხელყვეს და შემდეგ პრეზიდენტი მივიდა და პირადად ბოდიში მოუხადა, ჩვენთვის ეს ინფორმაცია გახდა ცნობილი, იმიტომ რომ live press-ზე გამოქვეყნდა, ანუ ზუგდიდში გამოქვეყნდა ეს ვიდეო მასალა პირველად. ანუ მის თქმა მინდა რომ რა თქმა უნდა გელამთიულიშვილი ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ეს საინფორმაციო ცენტრები ყველგან მუშაობს შესანიშნავად. აი ვთქვათ, ვანო მერაბიშვილის ეს კადრი, როდესაც ის ცხარსოფელში იყო და ზუსტად ერთსა და იმავე სიტყვებს ამბობდა ერთსა და იმავე ჟესტიკულაციით, ეს გამოქვეყნდა ქართლის საინფორმაციო ცენტრში. ანუ პრაქტიკულად ძალიან მნიშვნელოვანი მასალას აქვეყნებენ ჩვენი კოლეგები რეგიონებში, ძალიან კარგად მუშაობენ, ამიტომ წნეხიც მათზე მეტია, ცხადია და ამიტომ ხდება რომ გამოჩნდნენ რეგიონებში სხვა ჟურნალისტები, რომლებიც აი ამ დაატრენინგებოდა პასუხისმგებლობიან ჟურნალისტებს, ან მათი სააგენტოების თანამშრომლებს, ან იმ სხვას დაძდევენ ფეხდაფეხ, იმიტომ რომ ბევრი რამ მართლაც თქვენ თქმის არ ყავს სიმპტომატური ხდება რეგიონებში. ამიტომ ხა თბილისში ჟურნალისტებს ამდენს ჯერჯერობით ვერ უბედავენ და ძირითადად ცდილობენ რომ რეგიონებში ჟურნალისტებს შეუშალო ხელი თავის პროფესიულ საქმიანობაში, ისიც ყველას არა, მაგრამ რატომაც ეთყობა ეს კატეგორია ყავთ ადვილად დასაჭარბი ჟურნალისტების და მათ დაძდევენ, მაგრამ მე ვნახე ხა ნათია როყვას თან დაკავშირებით რაც გავრცელდა ეს ვიდეო მასალა, ნათია როყვა არის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი საქართველოში და ის არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, არჩეულია, ასე რომ მთელი საქართველოს ჟურნალისტური კორპუსი დიდ პატივს ნათია როყვას და ეხლა როდესაც ადამიანმა სრულიად შემთხვევით არის ჟურნალისტიკაში მოხვედრილი ხეს ნათია როყვას ცდილობს რომ შეურაცხყოფა მიაყენოს ნათია როყვას და დაძდევს მას ფეხდაფეხ, ეს უკვე არაფერი აღარ არის, იმიტომ რომ ნათია არ არის შემთხვევითი ადამიანი და გათვლები კეთდება სწორედ იმაზე რომ ვიღაცას დააშინებენ ესე დევნით და მათ კვალდაკვალ სირბილი. მაგრამ თქვენ შეკითხვას ვუბრუნდები და გიდასტურებთ რომ დიახ რეგიონებში ბევრი რამ ხდება საინტერესო, დიახ რეგიონებში არიან ძალიან აქტიური ჟურნალისტები და ამიტომაც ხდება რომ ეს დევნა და ფსიქოლოგიური ტერორი დაიწყო რეგიონებიდან. არ გამოვრიცხავრო თბილისშიც იყო. ხალბატონია მე ამ წუთას თქვენთან გავაჟღერებ ერთ ჩემს წინადადებას, ჩემს მოსაზრებას. დარწმუნებული ვარ რომ ეს არ იქნება ყველასთვის ჩვენი კოლეგებისთვის მისაღები და შეიძლება ძალიან დიდი წინააღმდეგობა შეხვდეს ამის გამო, მაგრამ ვიტყვი არ შეიძლება ერთ დღეს მე ესე მიმაჩნია, არ შეიძლება იმის გამო რომ ვიღაცას ერთ დღეს მოუნდა მივიდა სადღაც საჯავროებში დაარეგისტრირა შეპესზე და ხვალთქვა რომ მე ვარ მედია საშუალება აი ამ ფორმით ჩამოყალიბდეს და ყალიბდებოდეს მედია საშუალებები. პლუს არ შეიძლება რომ ვიღაცამ შექმნა ერთი ვებგვერდი, ერთი ვიდეო კამერა იყიდა და დანარჩენი ინფორმაცია არის როგორც ჩვენ ვამბობთ ხოლმე copy paste წარმოღებული საიდანღაც და თუ კი ამაში სააგენტოები და სხვა საინფორმაციო საშუალებები უამრავ თანხებს ხარჯავენ მის მოპოვებაში, მის გავრცელებაში და ასე შემდეგ, ერთ წუთში კონდეს იგივე ინფორმაცია, ოდენ ამ შეცვლილი სახით რომელიღაც სხვა გუშინ გამოჩეკილს, კარგად ცუდად არ მინდა ეს გამიგოს, მაგრამ ნამდვილად გუშინ გამოჩეკილ მედია საშუალებას და ალბათ საჭირო ხო არ იქნება განხილვის თემა, დღეს შეიძლება ეს პოლიტიკური პროცესების ფონზე ძალიან რთული გადასაწყვეტი იყოს და ამას 1000 გვარი ყური მოებას, მაგრამ ხო არ არის აუცილებელი რომ იყოს რაღაც რეგულირების ფორმები იმისათვის, რომ მედია საშუალებაც ზუსტად ეწოდებოდეს რაღაც სტანდარტებს რო აკმაყოფილებს ისეთ კლუბს, კორპორაციას, არის შემოქმედებით გაერთიანებას თუ გნებად ჩეპესეს. ოღონდ ეს აკმაყოფილებდეს რაღაც სტანდარტებს, რომელ სტანდარტებსაც შექმნის შეიმუშავებს თქვა, თუნდაც ქარტია, თუნდაც თქვენი ორგანიზაცია, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივით წარუდგენთ ჩვენ თქვათ კანონმდებლებს და მოვითხოვთ მის დამტკიცებას.
მე ძალიან კარგად მესმის თქვენი სულისკვეთება და რა თქმა უნდა თქვენ პირველი არ ბრძანდებით, ვისაც აქვს ესეთი აზრი, რომ არ შეიძლება ყველამ დაირქვას ჟურნალისტი და არ შეიძლება ყველამ მიერბინოს ვიდეოკამერით და საზოგადოებისთვის იყოს გაურკვეველი, ვინ არის სანდოდ და ვინ არის არასანდო, ხო? მაგრამ მე პირადად არ ვარ მეტი რეგულირების მომხრე, მიმაჩნია რომ ძალიან კარგია რომ კანონის სიტყვის და გამოხატვის შესახებ არის ესეთი ლიბერალური როგორიც არის. ერთადერთი რამის თქვა მინდა რომ როცა კანონი ბევრ რამეს უშვებს და როცა კანონის მიხედვით ძალიან ცოტა რამ არის შეზღუდული, მაშინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტანდარტის დაცვა და ეთიკური პრინციპების სადმე ერთგვარი. აქ საუბარი არ არის ქალბატონია იმაზე რომ ვინმეს კონკურენციის ეშინია. თქვა. აქ საუბარია იმაზე რომ ეს მედია საშუალებები გადადას თქვენ ახლა საუბრობთ, რომლებიც სხვა თავიანთ კოლეგებს მუშაობაში ხელს უშლიან, თქვაზე ვიზახი. და ამ შემდეგ ეს მედია საშუალებები არჩევნების შემდეგ ფაქტობრივად არ იქნებიან. ჩვენ ვიცით ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ამისი, ხო? რომ ესენი ფაქტობრივად არ იარსებენ, ესენი ლოკალურად კონკრეტული ბიზნესთვის შექმნილი რაღაც გაერთიანება, ადამიანების ჯგუფი. კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ მე მაინც მგონია რომ იმ ჟურნალისტებმა, რომლებსაც კარგად ესმით თავის პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, უნდა მოიყარონ თავი რაღაცის ირგვლივ, რაც იქნება სანდო საზოგადოებისთვის. ამიტომ მგონია, ამიტომ შევქმნით ჩვენ ქარტია თავის დროზე, ბევრი ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით და ეს ქარტიის 11 პრინციპი, რომელიც საკმაოდ ზოგადი პრინციპებია, ძირითადად არის ევროპული პრინციპები და რა თქმა უნდა, იქ არაფერი განსაკუთრებულად ქართული არ არის, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა ვცდილობდით თავის დროზე რომ ქართული სპეციფიკა აუცილებლად გაგვეთვალისწინებინა, ოღონდ უფრო მეტად ვითვალისწინებდით მენეჯმენტის კუთხით, აი როგორ უნდა ყოფილიყო მართული ეს სიტუაცია და საქართველოს სინამდვილეში როგორ იქნებოდა სწორად მართული. მაგრამ თვითონ პრინციპები, ამ პრინციპებს არავინ არ ეწინააღმდეგება. ყველა ამბობს, რომ კი ბატონო, თუ კი ხარ პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტი, თავისთავად იცავ ამ პრინციპებს. და მე კი მგონია, რომ ვინც თავისთავად ვიცავთ ამ პრინციპებს, ამ ცდილობთ, რომ დავიცვათ ეს პრინციპები, სწორედ იმ ადამიანებმა ფორმალურადაც უნდა მოვიყაროთ თავი ქარტიის ირგვლივ, ამ გრებად შექმნა სხვა რამ ორგანიზაცია, სხვა შორის ეთიკა და სტანდარტი ისეთი რამ არის, რაც უფრო მეტი იქნება ორგანიზაცია, სადაც ფორმალიზებული იქნება რა არის მათი სტანდარტი, მით უკეთესია. მე ვარ ქარტიის ხელმომწერი, მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხალხს სხვა ორგანიზაციაშიც რაღაც პრინციპებს, თუ კი ეს პრინციპები ჩემთვის მისაღებია. ამიტომ არ არის აუცილებელი რომ ეს იყოს მაინდა-მაინც ქარტია, მაგრამ რაღაცნაირი ერთგვარი ხელშეკრულება საზოგადოებასთან, რომ აი ჩვენ ამ პრინციპებს ვიცავთ და ხელს ვაწერთ, რომ ნამდვილად იქნებით პასუხისმგებელი აი ამ და ამ ჩარჩოს დაცვაზე და საზოგადოებამ ეს იცოდეს, ხო? ეს არის მნიშვნელოვანი. ეხლა ის ადამიანები, რომლებიც ან დაცენზურებული არიან, ან და ვთქვათ, წინასწარ არიან შექმნილი იმისთვის, რომ სხვას ხელი შეუშალონ, ესეთ პრინციპებს ხო ხელს ვერ მოაწერენ. და პრაქტიკულად ესენი დარჩებიან ამ ჩარჩოს მიღმა და ჩვენ დავრჩებით ამ ჩარჩოს შიგნით. ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებლობიანი ადამიანები, ისინი იქნებიან უპასუხისმგებლობიანი და თავისუფლად გაარჩევს მე საზოგადოებაც ერთმანეთისგან, ეს ადამიანი არის რაღაც ჟურნალისტური წრის, რაღაც ისეთი წრის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოების წინაშე, თუ არის ეს ერთია, თუ არ არის, მაშინ გასაგებია ვინ არის და რა უნდა. მე მგონია რომ მაინც აი ამ სტანდარტის ირგვლივ უნდა მოვიყაროთ თავი და ამით განსხვავდეთ ჩვენ იმათგან, ვისაც არც ეს სტანდარტი არ აინტერესებს. თუმცა წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტენდენციას იმისას, რომ ქართულ მედიას სიტყვაზე ვიზახი ზოგი აძაგებს, ზოგი არაპროფესიონალი შვიდებს, რაღაც მეორენი აქებენ, მესამენი თავში უტყამენ, ამას ჩვენ შევუწყვეთ ხელი, გარკვეულწილად ასე ვფიქრობ და თუ კი ჩვენ არ შევუწყვეთ ხელი და ესეც სადავო გახდება, მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემის არსი, რატომ მივეცით თქვათ იმის საშუალება ვიღაცას, რომ ჩვენ ჩაგრონ და ხელის კი აღმართონ ჟურნალისტებს. საქმე ის გახლავთ, რომ
მედია ისე როგორც ყველა სხვა საქმე დამოკიდებულია ფინანსებზე, ხო, რომელიც ამ მედიაში იდება. და იმ ქვეყნებში, სადაც ეს ფინანსები არის გამჭვირვალე, თვითონ მედიის საქმიანობაც არის გამჭვირვალე და პასუხისმგებლობით სავსე და იქ, სადაც ფინანსები არის გაუმჭვირვალე და იქ, სადაც ჩვენ არ ვიცით რა ფული იხარჯება, ხო? იქ რა თქმა უნდა, მერე ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ზემოდან კარნახობენ რა უნდა გააკეთონ და რა უნდა იყოს მათი საქმიანობის რეალური მიზანი ან შინაარსი. ხა მაგალითად ავიღოთ საერთო ეროვნული ტელევიზიები, ხო? როგორც იქ და მივახციეთ იმას, რომ პარლამენტმა თქვა, რომ დიახ, მფლობელების გამჭვირვალება არის მნიშვნელოვანი და ჩვენ შეგვიძლია დღეს გვარების დონეზე ვისაუბროთ, ვინ არის ამა თუ იმ ტელეკომპანიის მფლობელი. მაგრამ ვერ მივახციეთ იმას, რომ ფინანსური გამჭვირვალებაც ყოფილიყო მიღებული როგორც სავალდებულო რამ პრინციპი პარლამენტის მიერ და ამიტომ ჩვენ კი ვიცით გვარები, მაგრამ არ ვიცით სინამდვილეში რა ფული შეედინება დიდ ტელეკომპანიებში. ასევე არ ვიცით თქვათ ეს მედია ცენტრები ახლა რომ გაიხსნა რა თანხით ფინანსდება და აქედან გამომდინარე არც ვიცით რა დავალებები აქვთ და ამიტომაც მათ ეძლევათ უფლება რომ დაჩაგრონ სხვები, რომ მათ ზურგს უმაგრებენ ადამიანები, რომლებიც კანონსაც ქმნიან და შემდეგ სასამართლოსაც თავის ნებას კარნახობენ და ხოლო ჟურნალისტები, რომლებიც მაგალითად ტელეკომპანია იმეჯი ან რუსთაველში მუშაობენ, რა აქვთ მათ? მათ აქვთ ძალიან არამყარი ხელშეკრულებები, ან ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ აქვთ ხელშეკრულებები, მათ აქვთ მოკლევადიანი ხელშეკრულებები და კიდევ ეჭვმაქვს რომ ხელშეკრულებებში სრულად ხელფასი არ არის ასახული და თუ ამ ადამიანებს გაუშვებენ სამსახურიდან, მათ არ აქვთ იმედი, რომ სასამართლო რეალურად მათ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას. ანუ ჟურნალისტი არის სამკუთხედი რო წარმოვიდგინოთ, ხო, წვერით ქვემოთ დაყირავებული სამკუთხედის ქვედა წვერში და ზედა ორ წვერში არის ხელისუფლება და მედია მფლობელი, რომელიც არიან ერთი გუნდის წევრები. და ასე დიდ ტვირთად აწვანენ ამ ჟურნალისტს და აი ამ ჟურნალისტს აღარ შეუძლია არაფერი, გარდა იმისა, რომ თავშოთ თუ ვეღარ შეძლებს, რომ გაატაროს სხვისი ინტერესები, დატოვოს თავისი სამსახური და დავუშვათ რაღაც სხვა პროფესია შეიძინოს. ყოფილა ესეთი შემთხვევა, ზოგი ძალიან ხმაუროდ წამოსულა, მაგალითად სალომე ჯაშს გავიხსენებ, რუსთავი 2-დან წამოვიდა, არაჩვეულებრივად ნიჭიერი ადამიანი და შემდეგ გახდა კინოდოკუმენტარისტი და საინტერესო დოკუმენტური ფილმები გადაიღო, მაგრამ მან შეიცვალა პროფესია ფაქტობრივად. ძალიან იშვიათი შემთხვევა უნდა იყოს, რომ რუსთავი 2-დან ან იმედიდან წამოსული ადამიანი ღირსეულად დასაქმდეს სადმე სხვა მედია საშუალებაში. ასეთებიც ხდება, ხო მაგალითად თამთა ნიკიძე გადავიდა რომელ ტელევიზიაში მე-9 არხზეა თუ არ ვწდები, თუ მაესტროზე და თამაშობს მე-9 არხზე და იქ მას ეძლევა საშუალება, რომ თავის სინდისის შესაბამისად იმუშაოს, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. გარემო არ უწყობს ხელს ჟურნალისტს, რომ იყოს დამოუკიდებელი. მოდით ამ თემასაც შევეხოთ კიდევ ერთ თემას. რამდენად მიგაჩნიათ თქვენ მიზანშეწონილად, თქვენ როგორც იანთაძეს ის მდგომარეობა, როდესაც ჩვენი კოლეგები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში ღიად აფიქსირებენ საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს და ეს სოციალური ქსელები იქცა გარკვეულწილად პოლიტიკური ბრძოლის არენადაც ზოგჯერ გული მწყდება, სიმართლე გითხრათ, მე არ ვერთვები ხოლმე ამ პოლიტიკაში, ეს ვაკვირდები და გული მწყდება თუ რამდენად დაუგით მოიხსენიებენ ხოლმე მე ერთმანეთს, როცა ეს დაძაბულობა ფიქს აღწევს. არის ეს, თქვათ, ჟურნალისტისთვის სწორი მომენტი, მაშინ როცა შენ გაქვს კალამი, მაშინ როცა შენ გაქვს მიკროფონი, მაშინ როცა შენ გაქვს ეთერი და შენ შეგიძლია, თქვათ, თუნდაც შენი პოლიტიკური მოსაზრება დააფიქსირო ამ მიმართულებით და ამ შემთხვევაში ეს ველი არ გახადო საპაექრო ველად. მთელ მსოფლიოში ისმის კითხვა იმასთან დაკავშირებით, რა სივრცეა მაგალითად Facebook-ი. არის ეს საჯარო სივრცე თუ არის პირადი სივრცე. იმიტომ რომ ორივე შემთხვევაში შეიძლება დადებითი პასუხის გაცემა. ერთი მხრივ ეს საჯარო სივრცეა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუნდაც ერთი მეგობარი თუ მყავს, იმ ჩემს ერთ მეგობარს შეიძლება 5000 მეგობარი ყავდეს და მათთვის ხელმისაწვდომი იყოს ის, რასაც მე დავდებ ჩემს კედელზე. მეორე მხრივ, ასეა თუ ისეა, ეს ჩემი კედელია და თითქოს შეიძლება მივიჩნიო, რომ ჩემი პირადი სივრცეა.
მაგრამ ევროპაში ეს საკითხი წყდება ესე, რომ საჯარო პირების Facebook-ის გვერდი მაინც არის მიჩნეული საჯარო სივრცე. ამიტომ თუ ადამიანი, რომელიც მაგალითად არის ჟურნალისტი, რომელსაც იცნობს საზოგადოება, თავის გვერდზე დებს რაღაც ისეც, რაც არ უნდა რომ გახმაურდეს, მაინდა-მაინც ამის მოლოდინი არ უნდა ქონდეს. ანუ საჯარო პირმა თავის Facebook-ის გვერდს უნდა მოუაროს როგორც საჯარო სივრცეს და ყველაფერი რაც დაიდება ამ გვერდზე, მისთვის უნდა იყოს მისაღები პიროვნულადაც და როგორც საჯარო პირისთვის, იმიტომ რომ არ უნდა ქონდეს მოლოდინი, რომ Facebook-ზე რამეს დაწერს, თქვათ უხეშად ვინმეს შესახებ და ამას არ გაიგებს საზოგადოება. მეორე მხრივ ხა თუ ადამიანი აკეთებს ნიუს, რა თქმა უნდა, მისი პირადი პოლიტიკური გემურნება და პოლიტიკური შეხედულებები არავითარ შემთხვევაში ამ ნიუსში არ უნდა ჩანდეს და ეს არის მსოფლიოს სტანდარტი. მაგრამ თუ ადამიანი აკეთებს საავტორო გადაცემას, მაგალითად ისეთ როგორც აქვს ალეკო ელისაშვილს, ხო? ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური შეხედულებები ან შალვა რამიშვილის პოლიტიკური შეხედულებები ყველასთვის არის ცნობილი, იმიტომ რომ მათ აქვს საავტორო პროგრამები, სადაც ისინი არ მალავენ თავის პოლიტიკურ შეხედულებებს და ესეც არის მიღებული, იმიტომ რომ საავტორო პროგრამა არის და მათ შეუძლიათ თქვან, რომ აქვთ რომელიღაც პოლიტიკური ჯგუფის მიმართ სიმპათიები, ან მიაჩნიათ, რომ დავუშვათ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და ამიტომ რა კიღა ერთ პარტიას თუ თქვათ პრეზიდენტს ეწურება ახლა ვადა მოითხოვს დემოკრატიული წესი, რომ უნდა შეიცვალოს მმართველი გუნდი, ხო? ისინი ამას ღიად ამბობენ და Facebook-ის გვერდზეც ჩანს ეს განსაკუთრებით შალვასთან, ამიშვილთან. და მე არ მგონია ახლა ის, რომ გასაკიცხი რამ იყოს, მაგრამ რაც შეეხება ზრდილობას, ზრდილობა ადამიანს მოითხოვება ყველგან, ისევე როგორც პირად სივრცეში, ასევე ზუსტად საჯარო სივრცეში და თუ ადამიანი პირად სივრცეში არის უცდელი, აუცილებლად საჯარო სივრცეშიც გამოჟონავს მისი უზრდელობა, აუცილებლად დღეს იქნება თუ ხვალ და თუ ადამიანი არის ზრდილობიანი, რა თქმა უნდა, ის თავის ზრდილობას შეინარჩუნებს ყველგან. ამიტომ ზრდილობა არის ერთი თემა, პოლიტიკური შეხედულებები არის მეორე თემა და მე მაგრამ მომწონს, რომ არსებობს სადისკუსიო სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუცვალონ პოლიტიკური შეხედულებები და თუ ეს სივრცე ტელევიზიებში არ არის, არის სოციალურ ქსელში და მე მაგალითად დადებით მოვლენად მიმაჩნია. ბატონია, აი ასეთ მოსაზრება არის, რომ მოსაზრება რა ფაქტებიც აქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რომ ხშირად ირღვევა ხოლმე ჟურნალისტის უფლებები თქვენ ახსენეთ რეგიონებში და ჩვენ გვაქვს იმისი არაერთი ფაქტი, როდესაც ვთქვათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაწყებული იქიდან, რომ ინფორმაციას არაძლევენ ჟურნალისტებს, ამთავრებული იმითი, რომ ზოგჯერ ფიზიკურადაც უტყამენ. აი ეს სტანდარტები ხშირად დარღვეულია ჟურნალისტებს, ხშირად ეშლებათ ხელი თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და ჩვენ შემდგომ სოლიდარობის თვალსაზრისით მათ ვაკეთებთ ან განცხადებებს, აი ასე ეთერში გამოდივართ, ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება და ასე შემდეგ. რამდენიმე ხნის წინ ევროპის ჟურნალისტთა საკმაოდ დიდი დელეგაცია იმყოფებოდა ჩვენთან, წარმომადგენლობის დელეგაცია და როდესაც მათთან შეხვედრები გამართეს სხვადასხვა საზოგადოების სხვადასხვა და მედიის წარმომადგენლებმა და ამ თემაზეც გამახვილდა ყურადღება, კონკრეტულად დასვეს საკითხი ასეთი ფორმით, რომ შემდგომ რას აკეთებთ. მოხდა ეს ფაქტი, ამის შემდგომ რას აკეთებთ. გაჟღერდა ესეთი ფრაზაც, რომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს. არა, რატომ ზოგიერთი? არა, ესეთი ფრაზა გაჟღერდა, მე რაც იყო ფაქტი იმას გეუბნებთ. ითქვა, რომ მიდიან, მაგრამ დასძინეს, რომ განაჩენი ყოველთვის არ არის, თქვათ, ის რაც შეიძლება იყოს იმ წუთას სასურველი თუ კანონიერი კონკრეტულად დაზარალებული პირისთვის და ჟურნალისტისთვის. და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა თქვეს ესეთი რამ, თევზი დაიჭირეთ თავიდან. იბრძოლეთ იმისათვის, რომ სასამართლო იყოს ქვეყანაში დამოუკიდებელი, იბრძოლეთ იმისათვის, რომ ეს იმიტომ რომ ეს არის დემოკრატიის ქვაკუთხედი. რამდენად ეთანხმებით თქვენ ამ მოსაზრებას? 100%-ით ვეთანხმები და კიდევ მეც გეტყვით, როდესაც ბატონი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში შემოვიდა, გახსოვთ თქვენ ალბათ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო 95 წელს არჩეულ პარლამენტში და სწორედ მიხეილ სააკაშვილიდან ვიცი მე და ჩემმა ბევრმა კოლეგამ, რომ ყველაზე მთავარი სახელმწიფოში არის
მიხეილ სააკაშვილი იბრძოდა სასამართლოს რეფორმირებისთვის და მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ როცა ქვეყანაში ბევრი რამ არის ცუდად, ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფლების კუნძულები სასამართლოს სახით. Რა თქმა უნდა, სასამართლო არის პირველი და სასამართლო არის გარანტი იმის, რომ ქვეყანა განვითარდება სწორი სამართლებრივი გზით. მაგრამ ყველა ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, შემდეგ ჩნდება ეს პრობლემები, რომ პოლიტიკური ძალაუფლების გამოცვლა უჭირს მოსახლეობას. იმიტომ რომ გაუჭება ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი ძალაუფლებას ყველა ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის მოსახლეობის მხარეს, ანუ არ არის დამოუკიდებელი. ცხადია, სასამართლო არის ყველაზე მთავარი. მედიაც მნიშვნელოვანია, ბიზნესიც მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობაც მნიშვნელოვანია, მაგრამ სასამართლო არის ნომერი 1. თქვენ საუბრობდით დაფინანსებაზე და აქედან გამომდინარე იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ეს თავისთავად ეხმაურება იმ პოლიტიკას, რომელსაც შემდგომ ცალკეული მედია საშუალებები ატარებენ. აი ამ სივრცეში როგორ მიგაჩნიათ, რამდენად დამოუკიდებელი არის თქვა ქართული მედიის სპექტრი დღეს? ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ყველაზე მეტად დამოუკიდებელი ამ მხრივ არის რეგიონული საინფორმაციო სააგენტოები, რეგიონული გაზეთები და რეგიონული რადიოები. რატომ? იმიტომ რომ მათი შენახვა არის იაფი, შედარებით და უცხოური ფონდები ამას აკეთებენ. აი წარმოიდგინეთ, ჩემთვის ყველაზე საყვარელი გაზეთი ბათუმელები. საერთოდ ვერ არსებობდა უცხოური ფონდების გარეშე. იგივე ეს საინფორმაციო ცენტრები, რომლებიც შეიქმნა სხვადასხვა რეგიონში, ისინი მთლიანად არიან ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე ვთქვათ ახალი გაზეთი ქუთაისში და ასევე ბევრი სხვა გაზეთი, მათ რა თქმა უნდა გაყიდვიდან აქვთ გარკვეული შემოსავალი, კიდევ უფრო მცირე შემოსავალი აქვთ რეკლამიდან, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში ბიზნესი არ არის თავისუფალი და ეს ბიზნესის დამოკიდებულება ხელისუფლებასთან, ბიზნესის დამოკიდებულება ვთქვათ მმართველ პარტიაზე და მის კეთილნებაზე დიდწილად ზუსტად აისახება მედიაზეც და მაგალითად ტელეკომპანია მაესტროს ფლობელი, ხო? მაკა ასათიანი ძირითადი დამფინანსებელი, მის ოჯახს საქართველოში არ აქვს ბიზნესი, ხო? მაგალითად მეცხრე არხის ფლობელი მთავარი განკარგველი ამჯერად არის ბატონი ძნელაჩულის მეუღლე, ასევე მათ არ აქვს ბიზნესი საქართველოში. ან ეს ფული საიდანღაც უნდა შემოდიოდეს, ყველა შემთხვევაში საიდანღაც უნდა შემოდიოდეს. თუ ჩვენ ოდნავ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ ალტერნატიული ინფორმაციის მატარებელი იქნება რომელიმე საინფორმაციო საშუალება. აი იშვიათად ახერხებს ვინმე, რომ თავისი ხელმომწერებით ან თავისი რეკლამებით ირჩინოს თავი. ძალიან ძნელია და ამიტომ დიდწილად განსაკუთრებით დიდი ტელევიზიები და ასევე გაზეთებიც მიბმული არიან ხელისუფლებაზე პირდაპირ ამირებად. მეორე მომენტია, როცა ჩვენ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ და აქ გახსოვთ თქვენ გქონდათ საუბარი, ერთ-ერთი პირველი ინტერვიუ ჩაწერეთ ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ეს თემა მაშინ ვერ იქნებოდა ესე ხელმოსაჭიდი, მაგრამ შემდგომ წამოვიდა მედიაში ინექციები და დეკემბერში მახსოვს პირველი სია გამოუქვეყნა კონტროლის პალატამ მაშინდელმა ახლა აუდიტის სამსახურმა თუ ვის რა თანხები ჩაურიცხა ბიძინა ივანიშვილმა. მე არ ვიცი რამდენად ეს კიდევ ერთხელ გამოქვეყნდა შემდგომ ეს სია და ამის შემდეგ სია არ გამოქვეყნებულა რეალურად კონტროლის პალატის მიერ. არ ვიცი ეს ტენდენცია რამდენად გრძელდება, მაგრამ შეწყდა ეთყობა თანხების გადარიცხვა, თორემ მეტია საქმე. ხო, ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გარკვეულმა მედია საშუალებებმა მისგან მიიღეს საკმაოდ სოლიდური თანხები და მაშინვე გაჩნდა ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ესეთი განცხადებები, რომ თქვენ ხო ამბობთ, რომ ნაციონალური არხები ვთქვათ რუსთავი 2 იმედი ხელისუფლების მიერ ფინანსდება პირდაპირ თუ იღებად და ასე შემდეგ. აი პირდაპირ აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი უკვე ათეულობით მედია საშუალებას. ეს მედია საშუალებები ხო გაატარებენ მის პოლიტიკას. აი ამ კონტექსტში დასვეს მათ საკითხი. გამოვიდა რომ ჩვენ მედია ფაქტობრივად ამ
კეთილშობილურმა ერთი შეხედვით კეთილშობილურმა აქტმა ფაქტობრივად მედიაში პოლარიზება მოახდინა? საქმე ის არის, რომ ეს თანხები იყო სარეკლამო თანხები და იყო თანხები, რომელიც პრაქტიკულად მთელი წლის მანძილზე უნდა ყოფილიყო გაწერილი და ეხლა ეს ბიძინა ივანიშვილის და კონკრეტული მედია საშუალებების საქმე არის, რამდენად აისახება მათ რეკლამებში ის თანხა, რომელიც თანხაც იყო გადახდილი ნამდვილად როგორც სარეკლამო თანხა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, როდესაც ირიცხება გარკვეული თანხა რომელიღაც მედია საშუალებაში კონკრეტული პოლიტიკური ძალის ლიდერის მხრიდან, ცხადია ჩნდება აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ იქნება მარტო სარეკლამო თანხა და ამ კონკრეტული მედია ორგანიზაციის შინაარსზეც თანხები აისახება, ხო? ჩვენ დღეს საქართველოში გვაქვს ბევრი მედია მონიტორინგი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ გაეროს განვითარების პროგრამას აქვს 4 სხვადასხვა ტიპის მონიტორინგი, AIFES-ს აქვს კიდევ ერთი მონიტორინგი, ქარტიას აქვს თავის მონიტორინგი და ჩვენს ორგანიზაციას სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს აქვს კიდევ სხვანაირი მონიტორინგი. ასე რომ საზოგადოება თუ იქნება ამით დაინტერესებული, რას აჩვენებს დღეს, რას გადმოსცემს ქართული მედია, მათ შორის რეგიონული ტელევიზიებით, გაზეთებით, თბილისური ტელევიზიებით და საინფორმაციო პორტალებით, საინტერნეტული, ყველაფრის მონიტორინგი კეთდება და შეუძლია ადამიანს, რომ ნახოს, როგორ აისახება კონტენტზე. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩანს, რომ საინფორმაციო არხებზე პირველი არხის გამოკლებით ძალიან მკაფიოდ აისახება პროსახელისუფლო პოლიტიკა და სხვა შორის პირველ არხზე იყო ორშაბათობით არის შედეგები მედია მონიტორინგის და ყველა შეუძლია თვალი მიადევნოს, ვთქვათ, რა სურათი ჩანს ამ მედია მონიტორინგში, აი გამოჩნდა სწორედ რუსთავეორის და იმედის სახე, რეალტივიზე უკვე საერთოდ აღარ ვლაპარაკობ და მეორე მხრივ გამოჩნდა, რომ დანარჩენ ტელევიზიებს შორის საინფორმაციო საშუალებები კავკასიის მაესტროს და პირველ არხის უფრო მეტად დაბალანსებულია და მეცხრე არხის ცოტა უფრო ნაკლებად და მეცხრე არხი უფრო გადახრილია ოპოზიციის სასარგებლოდ. ეს იყო ძალიან ზოგადად უყვები, ეხლა მე მაქვს კონკრეტული ფერებით და კონკრეტული რიცხვებით იყო ეს ყველაფერი ნაჩვენები. ხო და აი ეხლა ალბათ ვიღაცას მოუვა თავში, რომ აიღოს ის სია და აიღოს მონიტორინგის შედეგები და დაადოს ერთმანეთს და თქვას, რომ აი ბატონო, აი აქ არის ეს სია, აქ არის თანხები და აქ არის მონიტორინგის შედეგები და ეს ან აისახება, ან არ აისახება. ეხლა საინტერესო ის არის, საინფორმაციო პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს მარტო საინფორმაციო პროგრამა, ხო? ეხლა მაგალითად ტელეკომპანია კავკასიაში საინფორმაციო პროგრამა ძალიან დაბალანსებულია, მაგრამ თოქ-შოუების ერთი ნაწილი არის საავტორო თოქ-შოუები, რომელიც სრულიად დაუბალანსებელია, ხო? აი საერთო სურათი როგორია, ამას გვაჩვენებს ქარტიის მონიტორინგი და ამიტომ ყველაზე მეტად საინტერესო იქნება ქარტიის მონიტორინგი, სადაც საინფორმაციოც ჩანს და ყველაფერი დანარჩენიც, ანუ პრაიმ ტაიმში რაც გადის, ყველაფრის მონიტორინგი კეთდება და თქვენი იდეა არის ნამდვილად კარგი იმისთვის, ვინც ერთხელაც ადგება და აიღებს იმ ძველ სიას და მონიტორინგის ახალ შედეგებს და შეადარებს ერთმანეთს. აი მაშინ გამოჩნდება უფრო მკაფიოდ აისახა თუ არა ტელევიზიების შინაარსზე ის ფული, რომელიც მათთან არა მარტო ტელევიზიების, ნებისმიერი მედია საშუალების. და ერთი ესეთი პოდიშტე ეს იდეა არავის არ მოსვლია, მე მგონი ჯერ თავში და შეიძლება ახლა ჩვენმა მაყურებლებმა გადაწყვიტონ, ან იქნებ თვითონ თქვენმა სააგენტომაც, რომ დაგოს ეს სურათი. ჩვენ ვეცდებით ყოველ შემთხვევაში რომ ნებისმიერ სიტუაციაში თუნდაც ჩვენ არ ავიღებთ ამას ჩვენს თავზე, იმიტომ რომ მონიტორინგის განხორციელება ამ შემთხვევაში უმჯობესია სხვა ვთქვათ ორგანიზაციამ გააკეთოს, ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მიზერული დაფინანსება გვქონდა ამ შემთხვევაში ქართული ოცნებიდან მიღებული და არც ვიღებთ და აქედან გამომდინარე მეორე მომენტზე გადავალ. ჩვენ ხშირად საყვედურებენ, რომ ჟურნალისტთა კორპუსი საქართველოში მოიკოჭლებს პროფესიონალიზმში. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის როგორც საინფორმაციო საშუალების მფლობელისთვის ეს თვალნათელი ხდება პერიოდულად, როდესაც ჩვენ გვხდება ახალგაზრდა კადრების მოყვანა, ვთქვათ, იქ ზოგიერთ სტაჟირებაზე რო გვინდა ახალგაზრდები მივიღოთ, ნახოთ რა ხდება.
რა ეშველება ამ პრობლემას? ამ პრობლემის სათავე არის ცენზურა. იმიტომ რომ ძალიან ცოტა არის მედია საშუალება, სადაც ნამდვილად ჭირდებათ პროფესიონალი კადრები და ძალიან ბევრი არის ისეთ სამუშაო ადგილი, სადაც ჭირდებათ არა პროფესიონალები, არამედ ჭირდებათ ადამიანები, რომლებიც შეასრულებენ მითითებებს. ამიტომ მე მგონია, რომ დღეს ჩვენ სასწავლო დაწესებულებები უფრო მაღალი დონის გვაქვს, ვიდრე მედია გვაქვს. და პრობლემა სწორედ ის არის, რომ როდესაც ახალგაზრდებს ვასწავლით სტანდარტი როგორ დაიცვან, შემდეგ ამთავრებენ ამ უნივერსიტეტებს და გამოდიან უკვე სივრცეში და იქ ხშირად ხვდებენ ის ადგილს, სადაც საერთოდ აღარ აინტერესებთ რა იციან ამ ახალგაზრდებმა და პირიქით თხოვენ სულ სხვა რამეს. და როდესაც სივრცის დიდი ნაწილი არის დაცენზურებული, შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა მუდმივად უნდა ვიზრუნოთ პროფესიონალიზმის ზრდაზე, მაგრამ ვერ-ვერევით ამ დიდ სივრცეს, სადაც არ ჭირდებათ პროფესიონალები. ამიტომ როგორც კი მედიაში შეიქმნება ჯანსაღი სიტუაცია, როგორც კი მედია გახდება ბიზნესი და მედიას დაჭირდება ნამდვილად პროფესიონალები, მათ შორის ტელევიზიებს, არა მხოლოდ სააგენტოებს და არა მხოლოდ გაზეთებს, არამედ დიდ ტელევიზიებს დაჭირდებათ პროფესიონალი ჟურნალისტები, მაშინვე პროფესიონალიზმის ხარისხი მოიმატებს. აი მე გითხარით, რომ რეგიონებში ჟურნალისტები, ბოდიშვილთ ახლა დავასრულებ, ჟურნალისტები მუდმივ ტრენინგის რეჟიმში არიან. თბილისში საერთოდ უაზრობაა ტრენინგის დანიშვნა, იმიტომ რომ არავინ არ მოვა, ყველა აკეთებს იმას, რაც აკეთებს და აღარ ჭირდება პროფესიონალიზმის და რეგიონებში ჟურნალისტები მუდმივად მზად არიან, რომ მათი პროფესიონალიზმი გაიზარდოს, მათი ექსპერტული ცოდნა გაიზარდოს, იმიტომ რომ მათი შემოსავალი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად პროფესიონალად შეუძლიათ რაღაც სხვა თემასთან დაკავშირებით პროდუქტის დადება. თბილისში ამაზე არ არის. მე ერთ მომენტს გეტყვით, ჩვენ ესეთი კამერალური გამოკითხვა ჩავატარეთ სამ წამყვან უმაღლეს სასწავლებელში, სადაც ჟურნალისტიკას ასწავლიან და აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების დამამთავრებელ კურსებზე მაქვს საუბარი, ფაკულტეტის სტუდენტების 75%-ს არ უნდა მუშაობა არც რადიოში, არ უნდა მუშაობა ბეჭდურ მედიაში, არ უნდა მუშაობა სააგენტოებში, ყველას უნდა მუშაობა ტელევიზიაში, მიკროფონი და მაგის და მაგის რომ გამორთდეს კამერის წინ. თან ახლა ამ შემთხვევაში ყურადღებას არ გავამახვილებ იმაზე, რომ ამ ადამიანების ზოგადი განათლება, ინტელექტი და პროფესიული სტანდარტი, რასაც იქ ასწავლიან უმეტესობის, არის ძალიან დაბალი. გეთანხმებით, მეც ბევრი სტუდენტი მყავს და ზუსტად ეს ტენდენცია, რაც თქვენ ბრძანებთ. ოღონდ ერთი რამ მინდა გითხრათ, ახლა რადიო თავისუფლებამ დაარსა სკოლა და გარდა ამისა შესთავაზა სტუდენტებს ორთვიანი სტაჟირება. და როდესაც სტუდენტები მოდიან რადიო თავისუფლებაში და უშუალოდ აკეთებენ რადიოს მასალებს, შემდეგ მიდიან ჩვენგან იმ განწყობით, რომ ისინი დიდი სიამოვნებით იმუშავებდნენ რადიოში. ანუ მათ არ უნდათ სააგენტო, მათ არ უნდათ გაზეთში მუშაობა, მათ არ უნდათ რადიოში მუშაობა, იმიტომ რომ არ იცნობენ სპეციფიკას ჩვენი სამუშაოსი და არანაირი როგორ თქვა, მიზიდულობა ამ შრომისმიერ ამ შემთხვევაში სპეციალურად ფაკულტეტებს თქვათ, იმ უმაღლესი სასწავლებლების უნდა ქონდეთ შინაგანი დაინტერესება იმისა, რომ თქვათ, თხოვონ რადიო თავისუფლებას, თხოვონ ნებისმიერ სხვა გაზეთს, სააგენტოებს, აი ეს ყველა ეტაპი თუ არ გაიარა. იქ სრულყოფილი ჟურნალისტის მიღება ხო ძალიან ძნელია. თუ არ იცის ვიღაცა ნიუს როგორ აკეთებს, თუ არ იცის როგორ წავიდეს ინტერვიუზე, თუ არ იცის მასალა როგორ მოიტანოს, თუ თქვენს გვერდით არ უნახია და არ ყოფილა და არ უნახავს როგორ მზადდება მასალა, როგორ გადიხართ ეთერში და ასე შემდეგ. აი ასე ერთი წუთი ეთერში დაждობა და აი ტექსტის საკითხვა ხო არ არის ჟურნალისტი? არა, რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენ რადიო თავისუფლებამ თვითონ გადავწყვიტეთ, რომ მოვიზიდოთ ეს ახალგაზრდები და ვაჩვენოთ რას ვაკეთებთ. მე მგონია, რომ რა კი უნივერსიტეტები არ არიან მაინც და მაინც ამით დაინტერესებული, როგორც ჩანს არ არიან. მაშინ ალბათ თითოეულმა მედია ორგანიზაციამ თვითონ გადაწყვიტოს, რომ აი სტაჟირებაზე აიყვანოს ახალგაზრდები და აჩვენოს რა არის თქვენი სამუშაოს კონკრეტულად თქვენი სამუშაოს სპეციფიკა.
მეც მაგრამ ძალიან მაინტერესებს სააგენტოები როგორ მუშაობს. მე არ მიმუშავე არასდროს საინფორმაციო სააგენტოში, მაგრამ წარმომიდგენია, რომ უაღრესად საინტერესო არის თქვენი მუშაობის სპეციფიკა. ამიტომ თუ კი ახალგაზრდა მოვა და იმასთან ერთად რომ თქვა თავის სტუდენტური საქმეები იქნება, კიდევ თქვენც მოგეხმარებათ ცოტა და თან დაინახავს აქაურ სპეციფიკას, შეიძლება შემდეგ სულაც გადაიფიქროს ის ტელევიზია და იფიქროს, რომ პირიქით სააგენტოც ჩვენ ახლა გავაფორმეთ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელთან მემორანდუმი და მზად ვართ კიდე სხვა უმაღლეს სასწავლებლებსაც, იმიტომ რომ მიმართულებები საკმაოდ ბევრი არის ამ შემთხვევაში თვითონ სააგენტო, ინტერნეტ ტელევიზიის, საავტორო გადაცემების მომზადების და ჩვენი ჟურნალისტები მაქსიმალურად შეუწყობენ მათ ხელს იმაში, რომ მათთვის პროფესიონალური სრულყოფის პირველი საფეხური გარკვეულწილად გაიარონ. შემდგომ იქნება სხვა საფეხურები, რომლის გაგავდა მათ მოუწევს და ამ შემთხვევაში სრულად ვეთანხმებით თქვენს მოსაზრებას ამ მიმართულებითაც. დიახ, მე მოგკმაყოფილი ვიქნებით ამ მემორანდუმით, იმიტომ რომ ეს ერთი გზა დარჩა ახლა, რომ თვითონ მედია ორგანიზაციებმა ცადონ, რომ მოიწვიონ ახალგაზრდები და აჩვენონ მათ თავისი საქმიანობის სპეციფიკა. და ბოლოს, ყველის საფუძე უფრო ცხელი შემოდგომა. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს მედიამ იმისათვის, რომ აი ამ პროცესებში თვითონ გამოვიდეს ღირსეულად და საზოგადოებას მიაწოდოს აბსოლუტურად ჯანსაღი, სწორი და ადეკვატური ინფორმაცია? რთული შეკითხვა არის საპასუხოდ. რა თქმა უნდა, რეცეპტი მე არა მაქვს, რა უნდა გააკეთოს მედიამ, მაგრამ ერთი კი ვიცი, რომ სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სოლიდარობა ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენს კოლეგებს რაიმე უჭირთ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ მიმართ კანონი არის დარღვეული, ან მათ მიმართ ეთიკის წესები არის დარღვეული, აუცილებლად არ უნდა დავიზაროთ, ჩვენი საქმე ცოტა ხანს გვერდით უნდა გადავდოთ და პირველი პრიორიტეტი ამ რთულ პერიოდში უნდა იყოს ერთმანეთის მხარდაჭერა, იმიტომ რომ პოლიტიკოსებსაც უჭირთ, რა თქმა უნდა, და მათ მხარდამჭერებს, მაგრამ მედიას არანაკლებ უჭირს ამ პერიოდში, იმიტომ რომ მედია და ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც აჩვენებენ ამ დარღვევებს, რაც კი ხდება ნებისმიერი მიმართულებით საზოგადოებას. ამიტომ ყველა მიმართულებიდან მედია დარტყმის ქვეშ ექცევა, ასე ვთქვათ, ხო და ამიტომ მგონია, რომ ძალიან ძნელი იქნება ჩვენი შრომა, მძიმე შრომა იქნება თითოეული ჩვენგანის შემოდგომამდე, აი არჩევნების შემდეგ პერიოდშიც ალბათ უკვე გადავიქანცეთ ყველა, მაგრამ არ გვაქვს ახლა უფლება რომ დავიღალოთ. პირიქით, საზოგადოებას ეხაჭირდება ჩვენი სამსახური და თუ კი მართლა ვიგრძნობთ, რომ აი რაღაცეთ ვეღარ უძლებთ, სულ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ვალი რა არის და როგორ ელოდებიან ადამიანები ჩვენგან სანდო და გადამოწმებულ ინფორმაციას და ამიტომ რა ვიცი, უნდა მაქსიმალურად მოვიკრიბოთ ძალა და ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და გავაძლიეროთ ერთმანეთი. დიდი მადლობა მობრძანებისათვის, მე იმედს ვიტოვებ, რომ არჩევნებამდე და შემდგომად თქვენ არაერთხელ იქნებით ჩვენი სტუმარი, ვისურვებთ წარმატებებს. თქვენც ასევე დიდი მადლობა.